ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქუჩურად თუ დაიწყებდა საუბარს. დარწმუნებული ვარ, ის ხალხი, ვინც მაგ ცხოვრებით ცხოვრობს, შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს პაგონების და სამხრეების ქვეშ მყოფი ადამიანები, მათ რომ ეტრფიან. შარლატანი ხართ, ჩვეულებრივი თუ მნიშვნელოვანი პირი, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა და როლს თამაშობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. შევარდნაძე იყო პრეზიდენტი, ფორმალურად ჩავიცვი და მოქალაქეთა კავშირი მართავდა მაშინ საქართველოს ხელისუფლებას და იმის მერე 4 პრეზიდენტი შევიცვალე, 26 მინისტრი და მესამე პოლიტიკური ხელისუფლება არის ეს. ქართული ოცნების პროპაგანდამ გადაიღო სააკაშვილს ფილმი ციხეებზე რო არის ფილმი გადაღებული. გოგა ხაინდრავას გადაღებულ ფილმს გულისხმობ? კი, ყველაზე დიდი პროპაგანდისტის და ანუ იქ ჩაწიხლის კორიდორები აქვს გადაღებული. და გაჩვენეთ ხაინდრავას ის კორიდორები, რასაც ეს პოლიციელები აკეთებენ, ანუ რა შევცვალეთ, რითი გავიზარდეთ ჩვენ. რას უკეთებს ზვიად ხარაზიშვილი ამ ხალხს ესეც? დაახლოებით 400-500 განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია საჭირო, სულ სავსე იყოს რუსთაველის გამზირი, ის რომ გაიწმინდოს, ხვდებით? დამიჯერეთ 4ჯერ და 5ჯერ მეტი რაოდენობა არის პოლიციელების ჩართული, ვიდრე საჭირო არის.